აჭარაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაანონსებული 6 ციტრუსის მიმღები პუნქტი 1 ნოემბერს არ გაიხსნება. ეს განცხადება დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გააკეთა. რევაზ ხარაძის განმარტებით ციტრუსის შემფუთავ 6-მდე ობიექტზე სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს. ყოფილმა გამგებელმა მაგალითად მათთვის გადამხდელ ჯგუფს სოფელ მუხაისტატეში მდებარე ციტრუსის მიმღები პუნქტი უჩვენა, სადაც სამუშაოები დასრულებული არ არის. რევაზ ხარაძე ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ციტრუსის რეალიზაციის სავარაუდო ტარიფების და ექსპორტიორი ქვეყნების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს. ბრალდებებს დღესვე გამოეხმაურა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მინისტრის მოადგილე როსტომ შერვაშიძე აცხადებს, რომ ციტრუსის შემფუთავის საწარმოები უახლოეს დღეებში გაიხსნება. მისი განმარტებით ამ ეტაპზე საქმის 70% უკვე შესრულებულია. ხოლო რაც შეეხება ციტრუსის ღირებულებას, როგორც როსტომ შერვაშიძე ამბობს, 2 დღეში ციფრი ოფიციალურად გახდება ცნობილი. დინარეობს რაღაც მცირე სარემონტო სამუშაოები რეალურად 1 ნოემბრისთვის აი ამ პუნქტის და სხვა პუნქტების გახსნა ვერ მოხერხდება. მოუწოდებ აჭარის მთავრობას, მოუწოდებ ხელისუფლებას კონკრეტულად მოსახლეობას გამოვიდნენ ტელევიზიით, მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია, როგორც კახეთში ხდება ერთლართან დაკავშირებით, ყურძნის ფასი რო დაფიქსირდა 1 ლარი, წინა ხელისუფლების დროს სხვათა შორის, დღეს გამოვიდნენ და თქვან თუ რა ეღირება მანდარინი 1 ნოემბრისათვის უნდა იყოს ეს საწარმოები მზად, ფაქტიურად მზად არის 70%, დარჩენილია 30%, ზოგიერთს დანადგარი არ აქვს და შემოაქვს უკვე. ამიტომ ჯერ კიდევ გვაქვს 10-11 დღე გვაქვს, არ არის პრობლემა და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. რაც შეეხება ციტრუსის ღირებულებას, დღეს რო თქვეს რომ 30 თეთრი და 40, მე ვიცი რომ მაღალი იქნება და ეს არის რომ გადატანის სისტემა უკრაინაში ამ 2 დღეში გვეცოდინება, ამიტომ მანდარინის ფაცის თავისთავად წამოიწევს.